თავრობის განცხადება იმის თაობაზე რომ აჰა ბიჭებო ეხლა მიიდით სახელმწიფო საწარმოებო და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული დააფინანსეთ იმედი და პოსტები სად არის მასე ანუ რკინიგზას მოუწოდა ელექტროგადაცემას გაზის სექტორს სახელმწიფო დაწესებულებას მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტს რომ მიიტანეთ ეხლა რეკლამა იმედში რომ იქნებ როგორმე გადავარჩინოთ ვერაფერი იმედს ვერ გადაარჩენს იმიტომ რომ ისედაც უზარმაზარი რეკლამა მიდიოდა და საარჩევნო პერიოდშიც და საარჩევნო პერიოდის გარეთაც რისი რეკლამის მიტანა შეიძლება და ყველაფერი მიდიოდა სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხებში მაგრამ ძირითადად იმედში რეკლამის ანუ საკუთარი შემოსავლის წილი იყო მიზერული ხელფასებსაც კი არ ყოფნიდა დანარჩენი უკვე იფარებოდა ივანიშვილისა და რუხაძის მიერ მათ შორის ზოგი ლეგალურად ქართულ ბანკის წესრიგებით ზოგი არალეგალურად ოფშორებიდან და სწორედაც რომ აი ამ სუბსიდირებით 9 მილიარდი ლარის დავალიანება დაუგროვდა ბიუჯეტის წინაშე კი არა ეს კიდე სხვა არის ივანიშვილისა და რუხაძის კომპანიების წინაშე იმედს კომპანია რომლის ქონება 25 მილიონი ლარია 9 მილიარდის ვალდებულებითაა დატვირთული და ვიღაცას 1000 ლარად აჩუქეს 1000 ლარი კი არა 9 მილიარდი მინუსით არის და ბრიყვი უნდა იყო ადამიანი რომელმაც ეს კომპანია იჩუქოდა თავი დაიყოფა ეხლა იმ რომელიღაც კომპანია რომელსაც ძალით შეტენეს ეს და ეხლა ალთა დავშეხელებს ირტყავს მაგრამ გვიანია თიძეკმენანი როგორც იტყვიან ამიტომ დღეს არც ერთი კომერციული ბანკი არც ქართულ ბანკი სხვათა შორის არც ლიბერტი ბანკი იმედის უცხოურ ანგარიშებს არ მოემსახურება მიუხედავად იმისა რომ ეს არის ბრიტანული სანქციები 1 ცენტსაც ვერ გადარიცხავს ვერც დოლარს ვერც ევროს შემოვლითი შავი გზებით რაღაც რუსული რუბლებით შეიძლება რაღაც ჩინეთში რაღაც მოძებნონ თუმცა ჩინეთი არაზოს არ გარისკავს სანქციებულ ბანკთან ურთიერთობას სერიოზული ბანკები და ისევ რაღაც რუსულ რუბლებს მებიან ირანულ რუსულ გზას მიმართავენ მაგრამ ირანში საკუთარი ანგარიშორების სისტემა აქვს და ირანში ყველა კომპანია დასანქციონებულია და მათ არანაღლებთ საკუთარი ტელეკომპანიების დაფინანსება ისე როგორც რუსეთში გაზპრომი და უზარმაზარი სხვა კომპანიები აფინანსებენ რუსულ ტელევიზიებს იმიტომ რომ ისინი მაინც სანქციების ქვეშ არიან და არ უფრთხიან და ისე როგორც ანგარიშობა რუსული რუბლით მიმდინარეობს ამ ტელევიზიებთან საქართველოს დასავლური სისტემის ნაწილია ვიზა და მასტერკარდი ამერიკული სისტემებია და ანგარიშორების უდიდესი ნაწილი და საგარეო ანგარიშორების 100% მოდის დოლარებზე და ევროზე და ბრიტანულ ფუნდზე და შვეიცარიულ და კანადურ და ავსტრიულ ვალუტაზე. მე 100%-იც არ არის თუნდაც იგივე ჩინური ვალუტა. ამიტომ იმედის საკითხი მორჩენილია. როგორანდაც არ უნდა მიმართონ შავ გზებს და შავ ხვრელებს სანქცირებულ რეჟიმში ყოფ კომპანიასთან არავინ დაეჭეს ურთიერთობას. იგივე ცეკვავენ ვარსკვლავები რომ აქვთ. ის ბრიტანული პროექტია. რომელი კომპანია მიიტანს რეკლამას იმედში? კოკა-კოლა მიიტანს. ანტიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი რომ ხვალვე რომ ანგარიშებს გაუყენავს ეს ხო ფაქტია. ნედან ისინი დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არიან. ნედან ის არის ჰოლდინგი და და საქართველოს ბანკი და ტიბისი ბანკი იქაური ასე ვთქვათ აქციონერების მიერ არის დაფუძნებული. ასე რომ ოპერაცია იმედის გადასარჩენადაც ხელისუფლებამ წამოიწყო ეს არის განწირული ანუ მერფის კანონია ის რაც მოსახდენია მოხდება დაასანქცირა ბრიტანეთმა დაასანქცირებს ევროკავშირი დაასანქცირებს ამერიკის შეერთებული შტატები რუსული პროპაგანდის აი ამ ერთი მანქანის ბედი გადაწყვეტილია და ეს ადრე მოხდება თუ გვიან საბოლოოდ მისი ლიკვიდაცია უკვე ესაა დროის საკითხი